მოდი დავიწყებ აქედან რომ თუ არ უნდა დანახვა, ვერ დაინახავენ. და მიუხედავად ცდილობებისა, ეს გეგმა მათ არ დაინახეს, იმიტომ რომ ჩვენ მილიონი კონსულტაცია ჰქონდა ამ ადამიანებთან და ეხლა დავიწყებ, მე მაინც ვყავ გახარიას და ლელოს, თუმცა ეხლა ორივე ერთი არიან ამ მოცემულობაში, უფრო მეტიც ჩემთვის გათანაბრდნენ ბიძინა ივანიშვილთან ეხლა, რომელი უფრო მეტად ივაჭრებს საქართველოთი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სამ კონკრეტულად ამ საკითხზე გიპასუხებთ, მე ვუსმედი ეხლა გახარიას წარმომადგენელს, გოგი ჩაიშვილს თუ არ ვწდები, ხო? ხო და ძალიან ბევრს საუბრობს ზოგადად ეს ადამიანი ნაციონალურ მოძრაობაზე და მინდა მას ესეთი რაღაცა უთხრა და შევახსენო, რომ სანამ ნაციონალურ მოძრაობაზე ილაპარაკებს, პირი კარგად გამოირეცხოს, იმიტომ რომ ლევან გოგიჩაიშვილს თუ ესე უნდა საუბარი და ეს ძალიან ბევრჯერ ჩვენ არ გვითქვამს ნაციონალურ მოძრაობას, იმის გამო რომ რაღაც პირად ურთიერთობებს ვითვალეწინებდით კიდეც, მაგრამ არანაირი პოლიტიკური პატიმარი თავის დროზე ლევან გოგიჩაიშვილი არ ყოფილა. ადამიანის დაჭრის გამო იყო დაკავებული ნაციონალური მოძრაობის დროს და ადამიანის კვლელობის, მცდელობის გამო და დაჭრის გამო ჩასვეს ციხეში. ამიტომაც ახლა ლევან გოგიჩაიშვილი რა არა უკაცრავად, როდესაც ნაციონალურ მოძრაობაზე მაგ რიტორიკით, კი ბატონო, როდესაც ნაციონალურ მოძრაობაზე ძალიან ბევრს ვითმენდი ჩვენ. მაგ რიტორიკით, როგორც ეს ვაჟბატონი გამოირჩეოდა, ახლა აქ რო იჯდა და იფურთხებოდა, მისგან მორალის წაკითხოს ნამდვილად ვერ ავიტანდა თუ ეს თავარი რაც მას აწუხებდა არის არა, ბევრი მომხრეების და თქვენი პროტესტი აწუხებს არც მაინტერესებს და გახარიას რა აწუხებს, მაგრამ დაიმახსოვროს, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე სანამ რამე სიტყვის პირი გამოირეცხოს, თორე ქრთამის სანაცვლოდ რომ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ჰქონდა მერე და როგორ მოახერხა ქართული ოცნების პირობებში მაგის მოყოლად შეგვიძლია და ადამიანის დაჭრის გამო ჩასვა მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ, ანუ ჩვეულებრივი კრიმინალი იყო. ეხლა რა შეეხება რო ვისაუბროთ იმაზე რა იქნება ეს და რა არგუმენტები. რატომ არის ეს არგუმენტებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკე არ ვუსაუბრობ, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ამ არგუმენტების დანახვა ამ ადამიანებს არ უნდათ და არაერთხელ გვითქვამს ასევე რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემური იქნებოდა მათ შორის წინააღმდეგობრივი მოძრაობისთვის და მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ახლა რო ვთქვათ ლელოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის ცალსახად ღალატი. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, ეს არის ღალატი პოლიტიკური პარტიების, ეს არის ღალატი ამ ბრძოლის ასევე და ეს არის ღალატი ამ წინააღმდეგობის მოძრაობის. ახლა უკაცრავად, მაგრამ იქ ორი ვაჭარი დაждდება, ბიძინა ივანიშვილი და მამუკა ხაზარაძე და რაღაცას გადაწყვეტს თუ არ გადაწყვეტს, ჩემთვის საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც საქართველოს ბედი წყდება. და თუ ადამიანები რომ არჩევნებში მონაწილეობა არ სურდა ოპოზიციას და ამით აჩვენებენ რომ ვაჭრობის შესახებ მოდი და ეხლა მოდი მაშინ სულ თავიდან დავიწყოთ, ხო? სულ თავიდან დავიწყოთ. ჯერთი ლელო რო ნაციონალურ მოძრაობას ეუბნებოდეს რომ თქვენ ბრძოლა არ გინდათო, ეხლა ამას ძალიან დავცილებ. იმიტომ რომ 19 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ბრძოლასთან ვერ მოვა ლელოს ვერცერთი წევრი. ამაში მაინც ხო დამეთანხმებიან, ბოლო წლებია ვიღაცები იქიდან განხოცდნენ და მამუკა ხაზარაძეც ანაკლის ამბავი რო არ ყოფილიყო და ანაკლია რო არ წაერთმია მაშინ ბიძინა ივანიშვილს, დღესაც შეიძლება და აქტიური მოკავშირე ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი ბოდიში, ხო? მეორე, ჩვენ რომ მათ შორის ბოლო არჩევნებზე ქონდა ომი სამეგრელოში, ერთი ბრიფინგი არ ჩაუტარებია ლელოს წარმომადგენლებს პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით და კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით და უფრო მეტიც თქვენი წარმომადგენლები რომ მიდიოდნენ ოფისში და ეუბნებოდნენ რომ პირადობის მოწმობებია ჩამორთმეული და უბედურება ხდება, ველზე ისინი ადგილობრივები ეუბნებოდნენ რომ ჩვენ ამაზე განცხადებას ანა მე მახსოვს რომ არ მხოლოდ ლელოსთან კონდეთ ეს რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ ეხლა ყველა ოპოზიციურ პარტია ხო ამ წუთას ამას არ იძახის რომ ვიღაცას ბრძოლაში შემოსვლა არ უნდა. აი მე მინდა უფრო მეტად აი ახლა შესაძლოა ლელოს პოზიცია თქვენ არ მოგწონდეთ, მათ თქვენი პოზიცია არ მოგწონდეთ. უბრალოდ როცა ამბობთ რომ ეს არის პროტესტის ხალატი, პატიმრების ხალატი, მე მინდა თქვენი ბრძოლა რატომ არის მათი გათავისუფლების გზა ეს მაჩვენოთ. იმიტომ რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ახლა ყველაზე მეტად ალბათ არის წნეხში, ლიდერები არიან დაპატიმრებულები, დაქსაქსულობა ალბათ ქართული ოცნების მიზანიც არის და რეპრესიული კანონებიც ძალაშია. მისი მიზანი არის რომ ოპოზიცია ამ მდგომარეობაში ახლა იყოს. ხედავთ თუ არა და პროტესტიც უნდა ვთქვათ რომ მაქსიმალურად არის დასუსტებული ამ კანონების თუ დაჭერების ფონზე. გაქვთ თუ არა რეალისტური ხედვა რომ შესაძლოა ბოიკოტით თუ თამაშგარე დარჩენით ეს წინააღმდეგობის პროცესი იყოს შედეგიანი თუნდაც პატიმრებისთვის და ამ ადამიანებისთვისაც არაერთხელ გვიკითხავს. ეხლა რა აზრი აქვს რომ ამ ადამიანებს ზოგადად ეს გადაწყვეტილება რო იღეს მოღალატეობრივი, ეხლა და საკუთარ პარტიაშიც ეთყობათ, ეგრე საბაბუაძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარ პარტიაშიც ეთყობათ, რომ თვითონაც კი უბრალოდ ვერ უბედავდნენ მამუკა ხაზარაძეს და თუ ვინმეს ქონია ბელადომანია, მამუკა ხაზარაძეს ქონია პარტიაში ადამიანებს არ უნდათ მონაწილეობა და მაინც რომ აზრის გამოხატვას უშლიდა და იქაც ეთყობათ რაჭი და კიდე ბევრი ადამიანი, კიდე ბევრი მათ შორის ეკრანებზე მისდგანან ის ადამიანებიც პირად საუბრებში ჩვენთან რუსო საუბრობდნენ იმაზე რომ ისინი არ უჭერდნენ მხარს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, მაგრამ იმის გამო რომ მამუკა ხაზარაძეს გაჭედილი ჰქონდა ეს ადამიანები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ეხლა მე მოგიტრელდები და კითხვას დავსვამ. რას მოიტანს ეს არჩევნები?
აი რას მოიტანს 4 ოქტომბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას ისევ, რაც უნდა. მოდი ლოგიკურად შევხედოთ და აქედან დავიწყოთ რა. აი მე რა სიტყვის ლელო. მოდი დავიწყოთ თავიდან, ხო? 2024 წლის წართმეული არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს, ადგა და არჩევნები გადაახია თელს ოპოზიციას და მოგებული არჩევნები წაართვა. 2024 წლიდან დღემდე რამე ამ ქვეყანაში გაუმჯობესდა? CSKO შეიცვალა, SUSI შეიცვალა, საარჩევნო კანონმდებლობა გახდა უკეთესი, პირიქით უარესი გახდა და საერთოდ ეხა შემოწმებაც კი არ შეგვიძლია იმისი ვინ არის ეს ადამიანი პირადობით რო შემოდის. 70 პოლიტიკური პატიმარი ყავს, ხო? აი ამ მოცემულობაში რამე გაუარეს და არა, ნახეთ, მოუყვები. ეხა რომ მოუყვები, მე მიხვდები თქვენს კითხვაზე პასუხი როა ეგ. ანუ აი ეს მოცემულობა გვაქვს ჩვენ. პარალელურად რეჟიმი რას აკეთებს? პარალელურად რეჟიმი აკეთებს იმას, რომ მაქსიმალურად მოგუდოს ის წინააღმდეგობრივი მოძრაობა, რაც ქვეყანაში არის და არაერთხელ მithქვამს მე. ბიძინა ივანიშვილს ამ წუთას აქვს ორი უდიდესი პრობლემა. ეს არის საერთაშორისო ლეგიტიმაცია და საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რომ მისთვის ძალიან დიდი პრობლემა არის ეს გუშინ ჩანდა ყაველაშვილის განცხადებიდანაც, როდესაც ამ განცხადება გააკეთა და მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ოღონდ მაღიარეთ და მე შეგიწყალებთ ყველას, ანუ ეს ადამიანები დაიჭირა და ეხლა ეუბნება, რომ მე შეგიწყალებთ ყველათ, ხარ თუ არა დამნაშავე, არ მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია, მაგრამ შეგიწყალებთ, ხო? თუ არ ჩამოყალიბდა დამკვირვებლები მით უმეტეს ეს ბოიკოტის სასარგებლო არგუმენტია, მე რასაც თქვენ ამბობთ, ევთოოდირი რო არ ჩამოყავს ამ ყველაფერს. ევთო არ ჩამოყავს, იმიტომ რომ არ აინტერესებს. არა, ნახეთ, არ არის ევთოს დასწრაფა ლეგიტიმაციისთვის. არა, ეგ აი თუ დამასრულებიებ, რომ არ გამიწყდეს რა. ორი, ხო, ერთი საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ეს გუშინ ყაველაშვილის განცხადებიდან გამოჩნდა ძალიან კარგად, რომ ამ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და არა მხოლოდ ყაველაშვილის განცხადებიდან, აი კობახიძის განცხადება გაიხსენეთ, რომ არ აღიარებენ პარლამენტს, მაშინ წავლენ ყველა ერთად ციხეში, ხო? ანუ რატო ეშინია ამ საერთაშორისო ლეგიტიმაციას? არც ერთი ევროპული ქვეყანა არ არის, რომელმაც თქვა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. რატო ეშინია ბიძინას ამისი? ბიძინას ეშინია ამისი, იმიტომ რომ ზუსტად იცის, რომ აი ამ ლეგიტიმაციის არარსებობაზე არის დამოკიდებული სანქციები და სანქციების გაფართოება. რომ ის სანქციები, რაც ახლა მას ადევს, არის პრობლემური, მაგრამ ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს. ანუ შესავალია ფაქტობრივად სანქციების და ყველაზე მძიმე პროცესის სანქციების, რომელიც უნდა შეეხოს ბიძინას, გუშინ შემთხვევით არ შეხვედრია მათ შორის ბიზნესმენებს, რომლებსაც იმას ეუბნებოდა გუშინდელ შეხვედრაზე, რომ არ შეგეშინდეთ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სანქციები თქვენამდე არ მოვიდეს. ნახეთ, აი ამ დაპირებას ელაპარაკებოდა გუშინ ბიზნესმენებს. ხო, ბიძინა ივანიშვილმა რა იცის? ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ თუ ეს სანქციები გაგრძელდა და შეეხო ბიზნეს წრეებს და არა მხოლოდ მას, შეეხო საშუალო რგოლს, მოსამართლეებს, პროკურორებს და ასე შემდეგ. მაშინ ბიძინა მიცის, რომ აი ეს რგოლი, რითაც ახლა ეს რეჟიმი უჭირავს და რეჟიმს აძლიერებს, მას ჩამოიშლება, იმიტომ რომ მათ შორის ბიზნესმენებში, არა მხოლოდ ბიზნესმენებში, საშუალო რგოლში არიან ადამიანები, რომლებიც იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ამ ქვეყანაში არ იქნება, მაგრამ ეს სანქციები მუდმივია და არ უნდათ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს ეს სანქციები აკიდონ და შვილებს ვერ უშვებდნენ საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. ნახეთ, ბიძინას ეს პირობა მათ შორის ამ ადამიანებისთვის მიცემული ქონდა საარჩევნოდ და ჩვენ ვიცოდით არაერთი შეხვედრის შესახებ, როდესაც ის ხვდებოდა ადამიანებს და ეუბნებოდა, რომ სანქციები თქვენამდე არ მივა. ეხლა ნახეთ, ბიძინამ რა უნდა გააკეთოს და მეორე, მან იცის, რომ შიგნით ეხლა ჩვენ შეიძლება ვიდეოთ ამ წინააღმდეგობაზე მოგწონს, არ მოგწონს, ცოტა არიან, არ არიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ წინააღმდეგობრივი მოძრაობა ამ ქვეყანაში არის და ბიძინამ იცის ზუსტად, რომ ჩვენ კი ვითვლით აქ თავებს, მაგრამ ბიძინა თავებს იცით რატო არ ითვლის? იმიტომ რომ ბიძინამ იცის, რომ სულ 10 კაცი იდგეს დღეს ქუჩაში, აი ის ძირითადი ბრაზი, რაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს 28 ნოემბრის შემდეგ განსაკუთრებით, როდესაც ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოდიოდა. ბიძინა მიცის, რომ ახსოვთ, ბიძინა მიცის, რომ საქართველოს მოქალაქეებს აი მომხრები ამბობენ, მით უმეტეს თუ უნდა დავასრულო. კი ბატონო, მე უბრალოდ მაინტერესებს, როცა ამბობთ, რომ როცა მომხრეების საწინააღმდეგოდ საუბრობთ, მე მაქვს კითხვა, ხომ არ პირიქით ხომ არ აძლევთ საშუალებას ქართულ ოცნებას, რომ თუნდაც ამ ადგილობრივ არჩევნებში ხელში ჩაიგდოს უპრობლემოდ ყველა მუნიციპალიტეტი, რომ ეგრე არ არის. თუ არ დავასრულე, ესე ვერ მიხვდები. კი ბატონო, ნახე მეორე, აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში ბიძინა მიცის ზუსტად, რომ როდის აფეთქდება ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, იმიტომ რომ ბიძინა მიცის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ახსოვს, რომ 500 ადამიანი რო დაასისხლიანა რუსთაველზე, ეგ არსად არ წასულა ეგ ბოღმა. ბიძინა მიცის, რომ 2024 წლის არჩევნებზე, ნახე 2024 წლის არ არის მასზე დამოკიდებული 2024 წლის არჩევნებზე რის ფასად დაუჯდა მას, რომ ეს არჩევნები წაერთმია ოპოზიციური პარტიებისთვის, ესე ძალიან კარგად იცის ბიძინამ. ამიტომ ბიძინას რისი ეშინია? ეს წინააღმდეგობა აძლიერებს ამ სანქციებს. ნახეთ, ბიძინას რისი ეშინია და რა ამოცანა უდგას ახლა? პირველი ის, რომ რაღაცნაირად ეს წინააღმდეგობრივი მოძრაობა გატეხოს, რომ ერთი ადამიანიც არ უნდა იდგეს რუსთაველზე და მეორე, რომ შეამსუბუქოს ეს სანქციები. ბიძინა ეხლა როგორ ელაპარაკება და რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მოიპოვოს. ბიძინა მიცის, რომ ეხლა ის
არავინ არ გამოვა და არ იტყვის რომ აუ ჩვენ გადავიფიქრეთ და თქვენ დემოკრატიული რომ ლეგიტიმაცია ქართულ ოცნებას ახლა აინტერესებს და კი რა თქმა უნდა და ძალიან დიდი გულუბრყვილობაა ირანის საელჩოში რომ მიდის და ირანის მხარეს დგება და ყველა სხვა ასეთი გადაწყვეტილებებით როცა აჩვენებს დასავლეთს რომ არ აინტერესებს დასავლეთთან ურთიერთობის ლეგიტიმაცია, იმიტომ კი არ აინტერესებს, რომ ევროპელებზე კარგი წარმოდგენა აქვს და ამერიკელებზე კარგი წარმოდგენა აქვს. ბიზნესმა იცის, რომ ლეგიტიმაციის არ ქონა მის რეჟიმს უქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის არ ქონას მოაქვს სანქციები, აი იმ ისე გაფართოება, რაზეც ჩვენ ახლა აქტიურად მუშაობთ, ხო, მათ შორის ბრიტანელებთან. ნახეთ ერთი კითხვა მაქვს არა, ბევრი დრო მესმის მართლა გასაგებია. ერთი რამ მაინტერესებს, კი ბატონო, თქვენ ასე ხედავთ პროცესების განვითარებას, მაგრამ თუ კი დარჩებით თამაშგარეთ, არჩევნების გარეთ, როგორ წარმოგიდგენიათ მაშინ? თამაშგარეთ კი არა, დღეს მორალური რა თამაშგარეთ. ბიზნეს თამაში ყოფნას გვიჩვენია, რომ რა ვიცი, მთელი ცხოვრება თამაშგარეთ. მე გულისხმობ პროცესს გარეთ, არჩევნო პროცესს მიღმა. ნორმალური. არა, ერთი წუთით ნახეთ, მეგობრებო, ჩვენ ერთ რაღაცას უნდა შევხედოთ ძალიან კაფიოდ და ღიად. დღეს ორი მხარე არსებობს მხოლოდ. დანარჩენი ყველაფერი არის სისულელე. ერთ მხარეს არის რუსული ოცნება და მისი თამაში წესები თამაში ამ ადგილობრივი თვითმმართველობის სპეცოპერაციაში არის პირდაპირ თანამშრომლობა მასთან და ლელო რასაც აკეთებს ის არის რომ კოალიციას უქმნის ახლა ქართულ ოცნებას და მეორე მხარეს არის თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოქალაქეები რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან. აი ეს არსებობს მხოლოდ. ეხლა მეორე როცა იძახიან რომ როგორ გააკეთოს ოპოზიცია. მე ძალიან მარტივი არის და ამაზე გულაპარაკი არაერთხელ უბრალოდ ამის დანახვა არ უნდათ. ლელოს თვითონაც კი პირად საუბრებში როცა ჩვენ ესე გულაპარაკია იმ ადამიანებთან ვინც დღეს ბრიფინგზე იდგნენ თითოეული მათგანი გეტყვის რომ საჯაროდ რო გამოდის გატყუებს როდესაც იძახის რომ თბილისის გამოგლეჯვაზეა ზუსტად იციან რომ არანაირი თბილისის და ხაშურის გამოგლეჯები არ არიან ზუსტად იციან რომ ბატონო მე თქვენი აზრი მაინტერესებს აი ახლა მოვყვები განსაკუთრებით ლელოში შიგნით რას ფიქრობენ თუ გარეთ რას ამბობენ არა იმას რასაც პასუხობთ იმისთვის არის რომ თვითონ იციან რომ ის კვლევები რომელიც თვითონ დაუკვეთეს და სადაც 80% ადამიანების ამბობს რომ ბოიკოტზე უნდა წავიდეს ოპოზიცია იქ შანსი არ რჩება იმისი რომ რეჟიმს რაღაცა წაართვა. როგორ უნდა მოვერიოთ რეჟიმს? ნახეთ, როგორ უნდა მოვერიოთ რეჟიმს? 13 წლის განმავლობაში ერთი და იგივეს უმტკიცებდი ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც აი ეხლა მიხვდა, რომ თურმე მნიშვნელოვანია, რომ პრინციპული იყო 13 წლის განმავლობაში და რეჟიმთან არ ითანამშრომლო. რეჟიმთან არ თანამშრომლობა არის ის, რაც რეჟიმს საბოლოოდ დაასუსტებს და ჩამოანგრევს. თორე რეჟიმის თამაში წესები, თამაში 2 და 3 საკრებულოს წევს რო გაგაყვანიებს საკრებულოში და პარტიულ ინფრასტრუქტურას შეგანარჩუნებინებს, ეს არ არის ბრძოლა. რა უნდა გაგვეკეთებია? ჩვენ ვეუბნებოდით. მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. დავდგეთ 4-ვე პარტია ერთად. დავიაროთ ბოიკოტის კამპანია ფარგლებში მთელი საქართველო გავშალოთ ბოიკოტის აქტიური კამპანია სადაც ოპოზიციურ ამომრჩევლებს ვეთყვით რომ მეგობრებო არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არის გაუქმებული არსებობს რუსული სპეცოპერაცია მოვამზადოთ ეს ხალხი იმისთვის რომ გამოვიდნენ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე ისევ ქუჩაში და მშვიდად წყნარად, მაგრამ ქუჩაში აქტიური წინააღმდეგობით იყოს მანამ სანამ რა საჭიროა ეს 4 ოქტომბერს არჩევნებში კი არა ჩვენ ისედაც გავაკეთებთ ცხადია ბატონო მაგრამ ეს მასშტაბი ხომ ახლა არა ეს ისედაც ცხადია მაგრამ როდესაც ხო იმიტომ რომ ისედაც ცხადია მაგრამ როდესაც იძახიან რომ რაღაცა ალტერნატიული გეგმა გვანახეთ ალტერნატიული გეგმა არის ეს ამიტომაც დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ თავის გამართლება და თავის გაправება იმას რასაც თვითონ მოაწერეს საკუთარ მორალურ სიკვდილს